რუბრიკაში ავტომობილი დავიმგზავრებთ კომპოზიტორ გიგა კუხიანიძეს. ესე იგი ადამიანი, რომლის სახელზეც უკვე საბავშვო ევროვიზიის 4 მოგება. ძალიან ბევრი გვაქვს ალაპარაკო მე მგონი. კი, რატომაც არა. მარიკო ევგენიძემ დაგიტოვათ კითხვა. რამდენ ხანში უნდა შეიცვალოს აალების სანთლები? არ ვიცი, ეგეთ რაღაცებს არ ვაკვირდები არასოდეს. ისედაც ბევრი გვაქვს საფიქრალი და ბევრი გვაქვს სამუშაო და ზედმეტად ტვინის დატვირთვას მგონია რომ. ხო, ან ზედმეტი რაღაცებით დავიღებ. კი ბატონო. ძალიან იშვიათი შემთხვევაა ხოლმე, როცა მე ვზივარ საჭესთან და რესპონდენტი გვერდით მიზის. ავტომობილი სად არის თქვენ? ავტომობილი, რა თქმა უნდა, მყავდა და აღარა მყავს. უკვე 4 წელია მოძრაობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ძალიან ბედნიერად გრძნობ თავს. თავიდან მართლა უცნაური იყო, იმიტომ რომ მანქანის გარეშე ვერ წარმოვედგინა ცხოვრება. ნუ ისე დაემთხვა, რომ გავყიდე, რადგან დამიძველდა ჩემი ლურჯა. ფიქრობდი, რომ მეყიდა ახალი მანქანა, ნუ რაღაც ვერ მოვახერხე, ამას უპაში დრო გავიდა და იმდენად კომფორტული აღმოჩნდა ეს ამბავი, რომ მივხვდი, რომ რატო უნდა ვიყიდო მანქანა. აი, არაფერი შეამჭირდება თქვენ. თქვენი წარმატების შესახებ უნდა ვისაუბროთ, ახლა რომელიც ძირითადად ვფიქრობ, რომ ევროვიზიას უკავშირდება მაინც გინდა არ გინდა. ხო, რა თქმა უნდა. პირველად რო გაიმარჯვა თქვენი მუსიკით წარდგენილმა ადამიანმა, რა ემოცია მოგიტანათ ამან, მერე თუ მიეჩვიეთ უკვე აგერ მეოთხედ გაიმარჯვა, ხო, საქართველოს. პირველი გამარჯვება იყო 2008 წელს ჯგუფი ბზიკები. ეს იყო უდიდესი სიხარული, მაშინ 27 წლის ვიყავი და პატარა ვიყავი საკმაოდ, რომ ამ ხელა რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ჩემი შრომით რაღაცას მივაღწიე განსაკუთრებულს და მე კიდე მეტი წარმატება მინდოდა სულ, ანუ არ მაკმაყოფილებდა ეს ერთი წარმატება. მონებრივიც არის, კი. თუმცა აი ცოტა დაუჯერებელი იყო მეორე გამარჯვება, როდესაც 2011 წელს Candy ჯგუფი წარსდგა. ვერ გეტყვი, რომ ამას მიეჩვევი ამ გრძნობას, ან ჩვეულებრივი ვერ გახდება ეს განცდა. მერე მოხდა კიდე 2016 წელს მარია მამადაშვილის გამარჯვება. ანდრია ფუტკარაძემ მეოთხე გამარჯვება გვაჩუქა. Цариал кучას лანდები უჩანს ანცი ბავშვი ვითერთობამზე. სწორედ ანდრიას დამსახურებით ჩატარდა ევროვიზია საქართველოში, ხო? კი, რა თქმა უნდა. აი ეგ რა. მეორე ჯერ ჩატარდა. კი. აი აქ ჩატარებული ევროვიზია ალბათ ძალიან სალაპარაკოა, იმიტომ რომ ძალიან საამაყოდ ჩავატარეთ. ყველაფერი გააკეთა საზოგადოებამ, მაუწყებლებმა, კულტურის სამინისტრომ, სტარინგ ჯორჯიამ, რომ ეს ღონისძიება ყოფილიყო უმაღლესი ხარისხის და მართლაც ესე მოხდა, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას აღნიშნავს ის ყველა დელეგაციის წარმომადგენელი, რომელიც ჩამოსული იყო 17 ქვეყნიდან და თვითონ ევროვიზიის წარმომადგენლობა. ალბათ არავინ არ ელოდა, რომ ჩვენ ესეთ კარგ ღონისძიებას და ხარისხს მივიღებდით. და ეხლა მივედით იმ სანერვიულო საპასუხისმგებლო ეტაპზე. ბზიკები, რომლებმაც გაიმარჯვეს საბავშვო ევროვიზიაზე, ეხლა გადიან კიდევ ევროვიზიაზე, ხო? უკვე დიდების ევროვიზიაზე. რაღაც მე მგონი ძალიან საამაყო ამბავია. ძალიან სასიხარულოა, როცა ეს ამბავი გავიგეთ. იმაზე არ დაფიქრდით, ხელა დრო გავიდა თურმე. როცა გამოაცხადეს სცენაზე, როცა კამბექი იყო ბზიკების საბავშვო ევროვიზიაზე რომ გამოვიდნენ, 17 წლის მერე ბრუნდება ჯგუფი ბზიკების, ცოტა დავფიქრდი, მეთქი რა? ცოტა შოკის მომგვრელი იყო. მართლა ჩემ ხელში გაიზარდნენ 10 წლისები იყვნენ და როგორც შვილები ისე არიან ჩემთვის და რა ვიცი, ერთი ოჯახი ვითვართ. მინდოდა რატომღაც რომ გაიზრდებიან, მეთქი მქონდა ნათქვამი და ნაფიქრი, ბევრჯერ მithქვავს, რომ
უნდა წავიდნენ დიდების ევროვიზიაზე, რატომაც არა თქო, მაგრამ არ იცი როგორ განვითარდებოდა მათი ვიზუალური მხარე. შეიძლება და ერთი თქვათ ძალიან მაღალი ყოფილიყო, ან ორი მასზე დაბალი და არ იქნებოდა საინტერესო. არ იქნებოდა ვიზუალურად საინტერესო. ის აღარ იქნებოდა, რაც იყო ბავშვობაში, რომ სამივე ერთნაირი იყო, რაღაცა ერთი ორგანიზმივით შექმნილი ჯგუფი და წარმოიდგინე, რომ დღესაც ესეთები არიან. უბრალოდ ასაკი მოემატათ, გაიზარდნენ, ძალიან გალამაზდნენ და იგივე რაღაცა საინტერესო ჯგუფია, ხალხს ძალიან შეუყვარდა თავიდან. მე ძვერებურად ალერსი მინდა ეს ღამეს გავიდა სანამ იქნებოდა ევროვიზია, იყო აი 90-იანები, 2000-იანების დასაწყისი, როცა კახას ძმას უწერდით, ხო? მუსიკას, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა კახას იმ პერიოდში. ძალიან პატარა იყო. ხო, და მე მგონი არც თქვენ იყავით დიდი მაშინ. არა, მეც რაღაც მგონი 18 წლის ვიყავ. ხო, იცი რა არის, სანამ ევროვიზია აღმოჩნდებოდა ჩემ ცხოვრებაში 2007 წლამდე, მუშაობდი შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან, მომღერლებთან, თითქმის ყველა მომღერალთან მიმუშავია. და ბევრი სიმღერა მაქვს გაკეთებული ქართული ესტრადისთვის. ეხლა არ მიხართ ნინოს შინამანიკენაც რა თქმა უნდა შინამანიკენა ნინოს და ჩემი ერთობლივ პროექტია. მე ახლა გავიგე პირველად. კი, რასაკვირველია თავისთავად. იმ ბნელ 90-იანებში როგორ ახერხებდით ამ ყველაფრის კეთებას? მაშინ როცა არ წვდომა გქონდა ამ გაჯეტებთან, სოციალურ ქსელებთან. კი, მართალია, იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ ეს 90-იანი წლები ჩვენი თაობისთვის იყო ძალიან განვითარების ხანა. უნდა გამოგეგონა, უნდა გესწავლა არაფრისგან და ეს ტვინი ყოველთვის მაშინ რაღაცნაირად მუშაობდა და მალე ვითარდებოდა. ჩვენი თაობა ძალიან განვითარდა მაშინ და ბევრი რამე შევძელით არაფრისგან და მართლაც ძალიან მაგარი იყო ეს გამოცდილება და ეს პერიოდი მე პირადად ძალიან გამომადგა ეს ყველაფერი. მინდა რომ შემდეგ სტუმარს დაუტოვოთ კითხვა. როგორ წარმოგიდგენი რომ შენი მანქანა ერთვენიერ დღეს გააჩერო და დაიწყო ჩემსავით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა. ძალიან საინტერესო კითხვაა და ჩემი აზრით ცოტა ისეთ პასუხს მივიღებთ, რომ არა, ვერა. ნახოთ აბა რას გვიპასუხებენ. ძალიან საინტერესო არის თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ დამემგზავრეთ და ესეთი ინფორმაცია გამიზიარეთ. გიგა კუხიანიძე.